შენი პოსტი წავიკითხე, ესე ვთქვათ, ცხუმ აფხაზეთის, ესე ვთქვათ, შიო მესამის მოხსენიება ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტად. ხო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო, იმიტომ რომ პატრიარქის სიცოცხლეშიც არ გაკეთებულა, არ მოუხსენიებიათ ესე უწმინდესი. რუსებზე მაქვს საუბარი და რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაზე რა და ეს ნუ რა ვიცი რა ეს არის ის ერთადერთი ძაფი ესე აფხაზეთამდე დატოვებული ძაფი რომელიც უწმინდესმა დაგვიტოვა რა და მე მგონია რომ ზუსტად აი ამ ძაფზე უნდა ვიაროთ აი ესე იგი სულიერების ძაფი რა რომელიც უწმინდესმა დაგვიტოვა ამ ძაფით შეიძლება რომ საბოლოო ჯამში აი ეს აფხაზეთის ეს ძალიან მტკივნეული პრობლემა ყველასთვის მოგვარდეს რა და მოთმინებით რა თქმა უნდა და ხედავთ ხო ნუ ეს არ არის ძალიან მარტივი განცხადება ხო და არ არის ისეთი რომ ვიღაცამ უცბად რაღაც მოიხსენია პატრიარქი ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტად ხო და აი რას ფიქრობ შენ აი როგორი მნიშვნელობის არის ეს მილოცა როგორ ფიქრობ შენ და ხო მე მგონია რომ პატრიარქსაც ჩვენ წმინდა პატრიარქსაც იხსენიებდნენ ეგრე მახსოვს ეგრე და ეგ არის ერთადერთი მართლა ის რაც ჩვენ გვაკავშირებს ამ ჩვენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან ხო და ეს სულიერი პატრიარქის იხსენიებდნენ ეგრე მე არ მახსოვს ხო ნუ ყოველ შემთხვევაში ის რა საერთოდ რო იხსენიებ სხვანაირად ვერ მოიხსენიებ იმიტომ რომ ეს არის მისი წოდება ასე ვთქვათ ხო და სპეციალურად გააკეთა ჩვენმა წმინდა პატრიარქმა ეს რომ ის იყო მხოლოდ მცხეთა თბილისის ესე იგი ეპისკოპოსი და გახდა მიტროპოლიტი იმისი რა ქვია ცხუმ აფხაზეთის და იმისი რა ქვია სოხუმის და როგორც ამბობენ ხო ეს სპეციალურად გააკეთა ამითი პრინციპში აჩვენა მთელ მსოფლიოს და მთელ მართლმადიდებელ სამყაროს რომ ეს ჩვენი ეპარქია და ნიშანდობლივ იყო სხვათა შორის აფხაზებმა გამოაგზავნეს ვიდეო მე ვნახე გიაორსკის იმაზე რა ქვია კედელზე Facebook კედელზე სადაც აჩვენეს ცარიელი სოხუმი აჩვენეს ის ეკლესია სადაც მსახურობდა ილია მეორე როცა იყო სოხუმში როცა იყო ეპისკოპოსი ის ეკლესია ცარიელი აჩვენეს ქართული გალობა ჰქონდა დადებული ამას და პატივისცეს პატრიარქს ეს დამნიშნულოვანი რამ არის ეს არის რაც ჩვენ გვაკავშირებს ხო იქ ერთი პრობლემაც არის რომ იქ გამოჩნდნენ რა თქმა უნდა აფხაზეთში ესე იგი ზოგი კლირი გამოჩნდა ესეთი რომელმაც მოითხოვა რაღაც დამოუკიდებლობა ან შეერთება რუსეთის საპატრიარქოსთან და ამაზე რუსეთის საპატრიარქომ უარი თქვა ეგ დამნიშნულოვანი რამ არის თუ თქვათ საერო ხელისუფლება ცნობს აფხაზეთს იმათ რა ქვია დამოუკიდებელ ქვეყანად სულიერ ხელისუფლება არ ცნობს ეს დამნიშნულოვანი ფაქტორია იმიტომ რომ 80%-ზე მეტი რუსეთში არის მართლმადიდებელი თითქმის ხო ნუ ყოველ შემთხვევაში რუსი და მართლმადიდებელი თითქმის მეტი შეიძლება იყოს იმიტომ სხვა ეროვნების ხალხიც არის და ანუ ისინი ცნობენ ჩვენ ესე იგი მთლიანობა ჩვენ ტერიტორიული მთლიანობა შეიძლება უფრო მნიშვნელოვანიც იყოს სულიერი რა თქმა უნდა სულიერიდან მოდის მე მოვა ტერიტორიული თავარი ეგ არის ხაზი არის თავარი